ეს ადამიანი ზამთარში მედიას მაინც და მაინც ხშირად არ ახსენდება ხოლმე, მაგრამ როგორც კი ცოტა მზე მოძლიერდება, ის კვირაში ერთხელ მაინც ჩანს ეკრანზე. თქვენი არ ვიცი და როდესაც ვინმე ლეღვის ფოთოლს ახსენებს, მე ადამი, ევა და ეს ექიმი მახსენდება. გუგა ქაშიბაძე, პროფესია პლასტიკური ქირურგი, ასაკი 48 წლის. მეუღლე თამარ აბურჯანიძე, შვილები ბარბარე ეფემია, ჰობი მხატვრობა, ალპინიზმი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეა დღეს პირადი ნივთების მასპინძელი. მოგესალმებით ბატონო გუგა. მოგესალმებით. ლეღვის ფოთოლი არ არის პირადი ნივთებში, ზამთრის ბრალია თუ ვერიდან თუ უკვე? პრინციპში ლეღვი არასოდეს არ მოყვარდა, არც მურაბის სახით და არც ხილის სახით. მით უმეტეს დიდი სიმპათია ეხლა უკვე მცენარის მიმართაც უკვე აღარ აქვს. ისე რამდენი წელი გაგრძელდა ეს ისტერია? გაგრძელდა, შეიძლება ითქვას გრძელდება კიდევაც. პირველი პაციენტის 15 წლის გოგონა იყო, ვინც ყველაფერი მოხარშა, წაიშვა დამწვრობის ცენტრში მოხვდა, მე ეს როგორც სიუჟეტი გავიდა ტელევიზიებში და ეს იყო უკვე ჩართვის მექანიზმი, რომ ვიღაცამ როდინში ქვასანაყით ჩაანაყა, ვიღაცამ ფანჯრების საპრიალებელი რომ იმას ჩააცხადა, იმით მიისხურა, ვიღაცამ მაცივარში ჩააცია, რომ ეგონა რომ ვიღაცაც ხელს ისმევდა და მაგიტომ იწვებოდა, ვიღაცამ წოდა განაზავა და ფანტაზია ძალიან შორს წავიდა. შემოიყვანა 65 წლის ქალბატონი, ვკითხეთ, მიიღო დამწვრობა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება უკვე დაგვიკროვდა, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის წასვლას უკვე ცნობთ. ხო და ეს ქალბატონი იძახოდა, რომ ვაშლის ხეზე ვიყავი და იქ დავიწვი და დიდი ხანი ვიყავი და დიდი ხანი ვიყავი, მაგრამ ბოლოს რო ვკითხეთ, რომ ეხლა ეთქოდა საცურაო კოსტუმის ანაბეჭდი კონდა და რაზმიცას რო ეძახიან. საცურაო კოსტუმით ეხლა რა გინდოდა თან ვაშლის ხეზე ასული ეხლა 65 წლის ქალბატონს ბოლო გათხოვდა რომ ლეღვი მივირთვია. გაბრაზებულ ხართ ისე ძალიან პაციენტზე რომ გამოგეხადათ ეს მასთან? ყოფილა ესეთ სიტუაცია 2008 წლის ომის დროს ორი რუსი მფრინავი რომელიც თქვა ჩვენებად ჩამოაგდეს ვინც ბომბავდა გორს და მის შემოგარენს მათ დამწვრობა ჰქონდათ და მათი კურნალი ექიმი ვიყავი ძალიან რთული იყო ექიმის მოვალეობის შესრულება იმ მომენტში მაგრამ ექიმის პოზიციაზე ბოლომდე დარჩი. თქვენს მიერ მოტანილი პირადი ნივთებიდან ერთ-ერთი აშკარად სამედიცინო დანიშნულების არის. რა არის ეს? ეს არის წნევის აპარატი, მევაგრობის სამედიცინო ინსტრუმენტებს. ეს არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთი. მუშაობს ახლა ეს? დიახ, მუშაობ მდგომარეობაშია და ცდომილება მისი არის მინიმალური ყოველთვის ხარისხით თანამედროვე აპარატებს არანაირად არ ჩამოვარდება. გამიზომავთ წნევას? გაგიზომავთ წნევას. ასათი 70. კარგი წნევა მაქვს. წნევა წესრიგში მაქვს და ვაგრძელებთ. ჰიპოკრატეს ფიცი გახსოვთ? კი, მახსოვს. აბა როგორ იწყება? როგორ იწყება არ მახსოვს. აი ნახეთ, როგორ იწყება გაიხსენეთ სტუდენტობა. ფიცავ აპოლონ კუნალსა, ასკელოპიოსსა, ჰიგიასა და პანაკიას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს. დიდი ფიცია ეს მომაწოდეთ ბატონო გუგა. და სტუდენტობა როგორ გახსოვთ? როგორი სტუდენტობა გქონდათ? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა, 90-იანები? 90-იანები 99 წელს ჩავაბარე და ბუნებრივია ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობა ჩემი პროფესორმა ასწავლიდა თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტში და ყოველთვის ამაყი ვიყავი. პირველი ხელფასი თუ გახსოვთ და რა იყიდეთ პირველი ხელფასით? მახსოვს ეს იყო საინტერნეტ მუშაობდი მაშინ იაშვილის კლინიკაში. 17 წლის პირველი ხელფასი იყო 100 მანეთი. მაშინ ეს საკმაოდ სერიოზული ფული იყო. ჩემთვის ვერ ვიხსენებ ხარ რა ვიყიდე. სავარაუდოდ დედას უყიდე საჩუქარს იმიტომ რომ ჩვენთან იმ პერიოდში ესე იყო რომ პირველი ხელფასით დედას ყველა ყიდულობდა ხოლმე საჩუქარს. სკოლაში სიარული ყვარებიათ, მაგრამ სწავლა არც ისე. სწავლობდი იმ საკითხებს, რაც უშუალოდ მაინტერესებდა, რაც არ მაინტერესებდა ნაკლებად. ვთქვათ, ჩემ და სამწუხაროდ ფრიადებზე ნამდვილად არ სწავლობდი და არც გამართულ ოთხებზე. გამართულ ოთხებზე არა და ფრიადებზე არა ვთქვით. ანუ სამიანები უფრო მეტი ყავდა. ჩემ და სამწუხაროდ 11 სამიანი გამოვყვა თქვათ სკოლის ატესტატში. ნუ ვიხსენებ როგორ უნდა
არ ნაყარებოდი შრომის მასალებს შრომაში ბიჭს სხვა სამიანი ყოლოდა, მაგრამ ჩავდა სამწუხაროდ სამიანი მოვიდა შრომაში. შრომაში გამოყვათ სამიანი? შრომაში სამხედროში. რა იზარმაცეთ ასეთი? ვერ გეტყვით. ყოფაკცევაში სამიანი მოვიდა. თქვენი მეუღლეც არის სამედიცინო სფეროდან, ხო? დიახ, მეუღლე არის ექიმი, ამჟამად მუშაობს ფარმაცევტულ კომპანიაში. როგორ უთხარით რომ გიყვარდათ? ძალიან გამჭირდა მის თქმა, იმიტომ რომ რაღაცა მორიდებული ვიყავ ყოველთვის თაკოს მიმართ 3 წლის განმავლობაში ქონდა ეს გარკვეული შეყვარებულების ურთიერთობა, როგორც იქნა მისი გულიც მოვინადირე. ერთი ნივთი, რომელიც თქვენს ქორწინებას უკავშირდება, არის ეს ხალიჩა. ეს ხალიჩა, რომელიც შევიძინეთ სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში, ეს იყო ჩემი საჩუქარი 10 წელი აღვნიშნეთ მაშინ დაქორწინებიდან. ეს არის ძალიან ძირფასი დღე, 23 სექტემბერია. ოჯახის მერე ხანძარი იყოს პირველი ალბათ ამ ხალიჩას გავიტანდი გარეთ. როდესაც პირველად გახდით მამა, იყავით 32-ის, როდესაც მეორედ გახდით უკვე 47-ის. რა სხვაობაა იმ გუგა ქაშიბაძესა და ახლანდელ გუგა ქაშიბაძეს შორის? ისეთი მამაა, რომელიც ჩართულია ბავშვის ბოლაში, კვებაში, აქვს პამპერსის გამოხდაში, იმიტომ ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებას მანიჭებს. ორივე ბავშვმა ძალიან გაუმცვალა დადებითად. უფრო დამათბო ნახატებშიც კი თბილი ფერები მოხდა, უფრო კეთილი გახვდი, რაღაც ფუნებაც შემეცვალა. თქვენი კიდევ ერთი საყვარელი ნივთი არის ეს პორტრეტი, სადაც თქვენ მე მეუღლე და ჩვენი შვილები არის დახატული, მაგრამ ეს შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც თქვა მარტო უფროსი ქალიშვილი ყავდა, რაღაც საკრალური არის ამ ნახატში. მიუხედავად იმისა, რომ არც მიარგება ამაგაც არც ჩემი მეუღლე არის. ეს უნდა მეთქვა, მაგრამ არ ეწყინოს თქვენ. არა, რა მეწყინოს არა. ანუ ქვეცნობიერად ვართ ჩვენი ოჯახი. სახლში იცით რა მისკეთება საოჯახო საქმის? ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. თუმცა სამზარეულოში ტრიალი მეხერხება, მაგრამ ნაკლებად მიტაცებს, იმიტომ რომ ჩემი მომზადებული საჭმლის გასინჯვა არ მეყვარს. რაღაცების კეთება, რა თქვა, ელექტროობასთან არის დაკავშირებული, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არასოდეს არ მიზიდავს, ყოველთვის ფრთხილი ვარ ხოლმე ამ საკითხში. თორე ახლა ბუნებრივია ხეზეც მუშაობ, რკინაზეც მუშაობ და გარკვეულ ფიგურებს ვაკეთებ ხეზე მუშაობის დროს, რკინისგან გარკვეულ კონსტრუქციებს ვაკეთებ. ბუნებრივია ამისთვის ძალიან დიდი დრო არ რჩება ხოლმე, მაგრამ თოჯინებს აკეთებთ, ხო კიდევ? თოჯინებაც რაღაც ძალიან მისტიკასთან არის დაკავშირებული, ძალიან ისეთი საინტერესო პროცესია, როდესაც თქვა არაფრისაგან რაღაცას ისეც ქმნი, რომელიც თქვა შეიძლება სახელიც და არ თქვა ხასიათით შეძინო და პიროვნებასავით არის ხოლმე ჩვენი სამსახური გინდა არ გინდა სტრესთან არის დაკავშირებული. ხა რაც ანუ თქვა, უცივი გონებით ვაკეთებ, საერთოდ არ მოქმედებს შემზე. გინდა არ გინდა ეს ადამიანების ეს პატარა-პატარა უბედურებები გინდა არ გინდა ეხება შემზე და ის ნაწილი სახშიც მოგაკ. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამჭირთვის შედარებით ადვილად ხდება ხოლმე ამ ხატრობით. მე ვხატავდი, რაც ჩემი თავი მახსოვს, ვხატავ. ბავშვობაში ვხატავდი, ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა ვის გავს, იმიტომ რომ ჩვენთან არავინ არ ხატავს და მე აღმოჩნდა რომ მე მამისგან მქონდა ეს ნიჭი, იმიტომ რომ რაღაცა წლების მერე ჩემ ფუნჯებით აღებავით რომ დაიწყო მხატვრობა, ყველა მივხვდით რომ მამის ნიჭი იყო ეს ჩემში. ეს არის გრიგოლიაშვილი, ბაბუაჩემი და ჩემის მამა. ეს ფოტო არის ძვირფასი, იმიტომ რომ საერთოდ შემთხვევით ჩავარდა ჩემ ხელში მეგობრის ოჯახიდან ბიბლიოთეკაში შემთხვევით იპოვეს. ფოტოს უკან დაწერა აქ, ეს არის 1929 წელი, როდესაც ბაბუ არის 19 წლის. რო შევხედე, აი ეს ცნობა ძალიან ისეთი იყო, იმიტომ რომ ამ ასაკში ჩოხაში გადაღებული ბაბუას როდი ჩვენ ოჯახში არც იყო დაცული. იარაღი გაქვთ კიდევ ეს არის ხიშტიდანა? ეს არის ხიშტიდანა, ეს არის ყველაზე ჩვენი საგვარეულო ნივთებიდან ყველაზე ძველია. ბაბუის მამას ეკუთვნის, მისი კონსტანტინე ქაშიბაძის, მისი საფლავიც კი არ ვიცი სად არის, გადასახლებაში იყო და ერთ-ერთი ნივთი, რომელიც მისგან გვაქვს დარჩენილი, არის ეს ხიშტიდანა. გიყვართ სიძველეები, მოკლედ, და თქვენი იმიჯიც არ არის ძალიან თანამედროვე, ხო? სიახლე არ არის თქვენთვის. როდიდან გაქვთ ეს იმიჯი და როგორ მიხვედით ამ იმიჯამდე? ყოველთვის მიტაცებდა ეს ძველი საგნები იქნებოდა ისეთი ადგილები, სადაც თქვა რესტავრაციას უკეთებდნენ ამ ძველ საგნებს, ძველ ნივთებს, ძველ ავეჯს. ყოველთვის
ძველი უფრო მხიბლავდა და აღტაცებას იწევდა ჩემში. რაც თავი მახსოვს ასე. რაღაცა პროტესტი გლობალიზაციის მიმართ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ. არც მიფიქრია ამაზე რაღაც რეზოლუტ თემას, რაღაცა გული მტკივა რაზე, რომ ძალიან ბევრ ერებში არც აქვთ ტრადიციები, თვითონ იგონებენ რაღაც ტრადიციას ქმნიან და იმას მერე იმკვიდრებენ და ამდენი ლამაზი ტრადიცია გვაქვს და რაღაცა თითქოს აბურჩად ვიგდებთ ჩვენ თვითონვე. რადგან ტრადიციებს მივადექით, ჩოხა თქვენი ერთ-ერთი ძვირფასი ნივთი, ხო? საყვარელი. ძალიან მიყვარს ჩოხის ცბა და ჩემთავს იმაშიც ვიწერ ხოლმე, რომ მიზეს ვეძებ კიდევაც ხოლმე, რომ ჩოხა ჩავიწერ. ხშირად უკვირთ ხოლმე, როგორ შეიძლება ტანსაცმელობა შეგწოვოს, მაგრამ გასაუბრად იყოს ჩოხა გცვლის პიროვნულად, ანუ ჩოხა რო გაცვია, სხვანაირი ხდები, სხვანაირად იქცევი, თითო სიტყვასაც სხვანაირად ამბობ, მაგალითად სალანძღავ სიტყვას არც ვერც სიტყვის ჩოხა რო გაცვევი და თითქოს სხვა პიროვნება ხარ. აი ესეთი რაღაცა ბუნებრივი ძალაც კი აქვს ჩოხას. ჩვენი ოჯახის ტრადიციულ დღეებში და რაღაც ყოველთაო დღესასწაულებში ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩოხით შევხვდე. მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებები. დიდი მადლობა.